მოგესალმებით, წარმოგიდგენთ კომაროვის მე-7 კლასის მისაღები საგამოცდო ტესტიდან ერთ-ერთ ამოცანას. ეს ქვედა წინა ამოცანის არის. ესე იგი, აქ ცოტა წვრილად წერს, მაგრამ ჩვენ ჩავწერთ მოცემულობას. 1 მილი ცარიელ ავსებს 6 საათში. იგივეავს მეორე ორჯერ, ხოლო მესამე მილი 3ჯერ უფრო სწრაფად აავსებს. ავზის რა ნაწილი დარჩება ასავსები, თუ სამივე იმუშავებს ერთად 45 წუთს. ესე იგი, ასეთებს ყოველთვის როცა ვაკეთებთ, ჯერ დავწეროთ მოცემულობა. პირველი ავზი ავსებს 6 საათში. მეორე ორჯერ უფრო სწრაფად, ანუ 3 საათში. მესამე 3ჯერ უფრო სწრაფად, ანუ 6 საათთან შედარებით 3ჯერ უფრო სწრაფად, ესე იგი 2 საათში. ავზის რა ნაწილი დარჩება ასავსები, თუ სამივე ერთად იმუშავებს 45 წუთი. მოდი მე ესე დავწეროთ ტ-უდრის 45 წუთს. და მოდი ეს 45 წუთი დავწეროთ ან წილადებით, ან 10 წილადებით. მოდი ორივეს დავწერ ახლა. ჯერ დავწეროთ 1 წუთით. შემეშალა equation. ხო. აქ დავწეროთ წილადით 3/4 st. რატომ არის 3/4? იმიტომ რომ 45 მე-60-ი, 45-იც და 60-იც იკვეცება 15-ზე, მიიღება 3/4. და აწილადში ეს არის 0.75 მეასედი საათი. ანუ ზოგადად 3/4 75 მეასედია. ანუ 25-ზე რო გავამრავლოთ, მრიცხველისა და მნიშვნელიც ვიღებთ 75 მეასედს. ეხლა ავზის რა ნაწილი დარჩება ასავსებიო, აი ამ დროშიო, ანუ საათის 3/4-ში. მოდი ჯერ ვთქვათ, 1 საათში მარტო პირველი ავზი რა ნაწილს აავსებს. თუ მთლიანად ავსებს 6 საათში, მოდი წინ მივაწერ 1 საათში აავსებს 1/6-ს, ხომ მხოლოდ პირველი. მეორეც რომ მივახმაროთ, ანუ მთლიანი ავზის ავსებას თუ უნდება 3 საათი, 1 საათში ავსებს 1/3, ხომ? და მესამე შემთხვევა, ესე იგი 2 საათი სჭირდება მთლიანად რომ გაავსოს და 1 საათში ნახევარს ხომ აავსებს, ანუ 1/2. აი ესენი გავაერთმნიშვნელიანოთ, 6 არის საერთო მნიშვნელი, ხომ? და შევკრიბოთ, ესე იგი 1-ს უნდა მივუმატოთ, 6 გაყოფილი 3-ზე 2-ია, 2ჯერ 1 და პლუს 6 გაყოფილი 2-ზე 3. ანუ აქედან ვიღებთ ჩვენ ზუსტად 1/1. ანუ 1 საათში მთლიანად გაავსებენ ესენი 3, იმიტომ რომ 1-ს რომ 2 მივუმატოთ და 3 ხო 6 გამოდის. ანუ 1 საათში გაივსება მთლიანი ავზი. ეხლა ჩვენ გვეუბნებიან 45 წუთში რა ნაწილი დარჩება ასავსები. ესე იგი 45 წუთი არის საათის 3/4, ხო? მოდი ეგეც დავწეროთ დაწვრილებით, ანუ 45 მე-60-ზე განზებირად რომ თქვით. ან 15-ზე იკვეცება, მიიღება 3/4. ანუ გამოდის რომ 1 მთლიანი ავზის 3/4 ნაწილი აივსება 45 წუთში, ხო? და რამდენი დარჩება ასავსები? ზოგადად, როდესაც რაღაცა ნაწილი ასავსეა, დარჩენილი საპონელად მთელს უნდა გამოვაკლოთ სავსე ნაწილი, ხომ? ანუ 1/1 უნდა გამოვაკლოთ 3/4. 1 ვიცით რომ 4/4-ია, 4/4 3/4 მივიღებთ 1/4 ნაწილი. აი ესე გამოვიდა. თუ რამე კითხვები გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში. კომაროვის ამოცანების ამოხსნას გქონდა უფრო ბევრი ნახვა. ამიტომ გადავწყვეტე რომ დამეწერა ამაზე. თუ თქვენ მოგწონთ თოფურიას ამოხსნები, დაწერეთ, იმასაც ჩავწერთ, ჩემთვის სულ ერთია. მე ამ ვიდეოებს წერ ჩემი კერძო მოსწავლეებისთვის, რომ ზაფხულის განმავლობაში ხანდახან უყურონ. ასევე ზოგადად არხის განვითარებისთვის, ფიზიკაზეც მინდა რომ დავწერო და ვერ მოვაბი თავი და იმედი, აი რასაც დავინახავ, რომ ექნება გამოხმაურება, უფრო იმ მიმართულებით გავაგრძელებ.
მგონია რომ კომაროვის ამოცანებს აქვთ გამოხმაურება, ამიტომაც დავდებ შემდეგშიც ვიდეოებს. მადლობა რომ გვიყურებთ.